გამარჯობათ ტელემაყურებლებო. მე ევგენი ღვინიაშვილი, საერთაშორისო საზოგადოება მშვიდობის მედროშის პრეზიდენტი, TV7-ის ეთერში წარმოგიდგენთ გადაცემა ლეგენდებს. დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ მშვიდობის მედროშის დიპლომით თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანს. ასევე მას ვასახელებთ როგორც ლეგენდა ადამიანს და მოგახსენებთ რატომ და რისთვის. კერძოდ, რატომ და რა გააკეთა ამ ადამიანმა ისეთი, რომ მისი ლეგენდა წარდგინება შეიძლება. წარსულში მან მსოფლიო პატრიარქს ბართოლომეუს მეორეს მისცა საშუალება, რომ მოწვეული ყოფილიყო მთელი მსოფლიოს ბერძნების გარკვეული ნაწილი და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ჩაეტარებინათ პანაია სუმელას ეკლესიის კომპლექსში ღვთისმშობლობის დღესასწაული, რომელი დღესასწაულიც წარმატებით რამდენჯერმე თითქმის 5 წლის განმავლობაში აგვისტოს 16 რიცხვში პანაია სუმელას ღვთისმშობლობის დღეს აღნიშნა საწარმოებდნენ ბერძნები. წარმოიდგინეთ თქვენ ეს მუსულმანური სახელმწიფო როგორ ხელს უწყობდა ქრისტიანულ მორალს. კერძოდ, ესე იგი ამ კომპლექსში დიდი რაოდენობით ბერძნები იყრიდნენ თავს სხვადასხვა კუთხიდან და ჩვენ იმ ერთ-ერთ შეხვედრებისას მისი ყოვლად უწმიდესობა და ყოვლად უნეტარესობა დავაჯილდოვეთ მშვიდობის მედროშის დიპლომით, რომელსაც წარმოგიდგენთ. ეს დიპლომი ჩვენ უფრო კავკასიურ სტილში გავაკეთეთ, ვინაიდან ჩვენი ჯგუფი, ესე იგი აზერბაიჯანში მცხოვრები ბერძნები, სომხეთში, საქართველოში მცხოვრები ბერძნები ჩასული ვიყავით ამ დიდებულ ღვთისმშობლობის დღესასწაულზე და იქ ყველამ ერთხმად შევადგინეთ ეს დიპლომი, გავაკეთეთ, გავამზადეთ და აი ასეთნაირად ავიღეთ და ეს ამ დიპლომით დავაჯილდოვეთ როგორც მშვიდობის მედროშე პიროვნება. რა თქმა უნდა, მსოფლიო პატრიარქი ისედაც ყოველთვის მშვიდობის მედროშეა, მაგრამ ჩვენი გულის აი ეს ქრისტიანული მიმართება შევასრულეთ. ეხლა თავისთავად შეიძლება დაისვას კითხვა, თურქეთის პრეზიდენტი რა შუაშია, ხომ ასე არა? მაგრამ მისი დამსახურება სწორედ ის ამბავი, რომ ამდენი ხალხი ბერძნული დროშებით, იქ ბერძნული დროშები ფრიალებდნენ, დაცვაც აყვავდა იქ, რომ არავის რაიმე ტერაქტი არ ყოფილიყო. და აი ისე გულთბილად და ყველანაირად ყველა პირობა ჰქონდა საამისოდ, რომ კარგად ღირსეულად ჩატარებულიყო ეს დიდებული დღესასწაული. რამდენიმე სხვადასხვა წლებში. ეს რა თქმა უნდა ნომერ პირველი პირის ერდოღანის დამსახურება. აი ამ ყველაფერს ეხლა იმიტომ ვატარებთ, რომ დღეს მსოფლიო არის აი გაურკვევლობაში. იქით უკრაინის ომია, იქით რუსეთი, იქით გერმანია ტანკებს აწვდის, რაღაცა გაუგებრობებია მსოფლიო
აფორიაქებულია და ვინაიდან ისრაელში და კიდევ სხვადასხვა ადგილებში დაძაბული ვითარებებია და ამიტომ ჩვენ ყველანაირად გვინდა რომ ადამიანები დაუბრუნდნენ ისევ მშვიდობიან ცხოვრებას და ერთი მეორის მიმართ კეთილმეზობლური ღირსეული აი რასაც ქვია მეგობრული ურთიერთობები ისევ ანათებდნენ და გზას გვიკვალავდნენ. აი ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ეს სილამაზე ვაჩუქოთ ერთმანეთს, როგორც მეზობლებმა. თურქეთი ხომ საქართველოს მეზობელი ქვეყანა, ერთ-ერთი უძლიერესი და მიუხედავად იმისა, რომ ის თვითონაც აცხადებს, რომ მე წარმოშობით ლაზი ვარო, ქართული სისხლიც მის ძარღვებში ჩქებს და ჩვენ ეს გვიხარია და მით უმეტეს რომ აზერბაიჯანის იმამი რომ არის ალლაჰ შუქურ ფაშაზადე მან ხელი მოგვიწერა მშვიდობის დროშაზე იქითაც მეზობელი გვიდასტურებს ჩვენ მეგობრულ ურთიერთობებს რასაც ქვია დიდება და კიდევ დიდება, იმიტომ რომ თუ მეზობლები ერთი მეორეს აი მეგობრულ იმას არ დაუდასტურებენ ერთმანეთს და მეგობრული ურთიერთობები არ იქნება, აგერ რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს გამეტებით რა დღეს შეაგდებენ და ჩვენ უნდა ვიყვეთ მაგალითი და აი ეხლა 80 წლის იუბილე ახლოვდება მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან და ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს ხელმძღვანელი ერდოღანი, რა თქმა უნდა, მისი მშვიდობიანი სულიერებისა ჩვენ გვჯერა და კიდევ ღმერთმა დალოცოს ასეთი ადამიანები და უმრავლოს დედამიწას. ამიტომ ჩვენ ეს ადამიანი წარდგენილი ყავს მშვიდობის მედროშის დიპლომის გადაცემისკენ და დასახელებული ყავს როგორც მშვიდობის მედროში, ასევე ლეგენდა ადამიანი. ღმერთმა დალოცოს საქართველო თურქეთის მეგობრული ურთიერთობა და მრავალჟამიერ ყოფილიყოს ეს ურღვევი მეგობრული ურთიერთობა. დიდი მადლობა.